ათასობით ადამიანს ყველაფერი წაართვეს სახლი, კარი და რაც მთავარია, მათი უახლოესი ადამიანების სიცოცხლე. რუსის ჯარი, რომელიც დგას შენ წინ. დაახლოებით 5 წლის ვიყავი და პირველად ჩვენ სახლში მოგვიტანეს ვიდეო აპარატი. ოკუპანტები გისვლიან იდენტობას, ადამიანები იწყებენ ფიქრს სხვანაირად. კონკია ინგლისურ ენაზე, ფარდები გადავაფარეთ და ისე უყურებდით. რეპრესიები იყო მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ მაქსიმალურად გაეკროთ ის ხალხი, ვინც წინააღმდეგობას უწევდა რუსეთს. 9 აპრილს ჩემი დიდი ბებია თინა მოკლეს. არა ოკუპაციას. მახსოვს ბევრი ყვავილი, მახსოვს ძალიან ძლიერი ერთიანობის გრძნობა და ესეთივე ერთიანობის გრძნობა მახსოვს 2008 წელს ცოცხალ ჯაჭვში დგომის დროს. თქვენ კარშემო რომ მივიხედოთ, ნახავთ რა ცოტა რაოდენობა იმ ხალხის, რომლის წინაპრებიც მართლა იბრძოდნენ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. არა ოკუპაციას. მეხსიერება გააქრეს იმათ, როგორი იყო საქართველო იმ დამოუკიდებლობის 3 წელიწადს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის სიცოცხლის მომცემი. თავისუფლება დღეს ჩვენი.